როგორ გავათავისუფლოთ სახისკანი მკვდარი უჯრედებისგან, რეკომენდებულია თუ არა ღია ან დახურული კომედონების ამოღება წმენდის ჩართულობით, რამდენად სასარგებლო ან დამაზიანებელია ქიმიური პილინგები, რა განსხვავება ზედაპირულ, საშუალო თუ ღრმა პილინგებს შორის და როგორ მოქმედებს ის ეპიდერმისზე. ალბათ გეცნობათ აი ამ შეკითხვების შინაარსი, მით უმეტეს საშემოდგომოდ მზის ინტენსივობა იკლებს და წმენდის პროცედურები თუ იგივე ქიმიური პილინგები სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება, თუმცა ამ პროცედურების ირგვლივ დამოკიდებულება ვიცით, რომ არაერთგვაროვანია და აზრი მუდმივად ორად იყოფა და ზუსტად ამიტომ დღეს დერმატოვენეროლოგი ზაზა თელია გვეტყვის, ვის, როდის და რისთვის სჭირდება სახის წმენდა. ზაზა, მოგესალმებით. სახის წმენდა, ღრმა პილინგები, სეზონურად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური პროცედურები. მოდი დავიწყოთ იმით, თავდაპირველად რა განსხვავებაა მათ შორის, რა უნდა ვიცოდეთ ამ ყველაფრის ირგვლივ და რა შემთხვევაში, რაც მთავარია ის გამართლებული. კი ბატონო, მოკლედ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითონ როდესაც ჩვენ მედიცინაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა გავსაზღვროთ რისკი და სარგებელი. ხო და მეთანხმებით არა? ნამდვილად. ამიტომ რაღაცისგან სარგებლის მიღება უნდა აღემატებოდეს მისგან პოტენციურ რისკებს, ხო? კი ბატონო. სახის ეგრეთ წოდებული წმენდა და ქიმიური ფილინგები განსაკუთრებით ამ სეზონზე ყველაზე პოპულარულია და სტატისტიკურად ყველაზე ხშირად კეთდება ხოლმე. ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თუ რა ჩვენებები აქვს მას. ჩვენება ნიშნავს, რომ რა დროს ვაკეთებთ. და ასევე რა თქმა უნდა ვისაუბროთ თუ როდის არ არის რეკომენდებული და როდის არ არის გამართლებული. მოდი დავიწყოთ სახის წმენდით, ხო? წმენდა რას გულისხმობს? ზოგადად წმენდა გულისხმობს მექანიკურად ან გარკვეული ტიპის კოვზების საშუალებით. ან გარკვეული ტიპის აპარატით, აი ახლა მაყურებელმა ნახა ეკრანზე ეს იყო დერმაბრაზიის აპარატი, როდესაც ხდება ღია ან დახურულ თავიანი კომედონები ეს არის ეგრეთ წოდებული ფერის მჭამელების ამოღება, ანუ წმენდა, მაგრამ ასევე არსებობს ცხიმოვანი ფილამენტები. ცხიმოვანი ფილამენტები არ უნდა ავურიოთ კომედონებში, ფერის მჭამელებში. რა განსხვავება ამათ? აი ცხიმოვანი ფილამენტები აქვს ყველა ადამიანს, ყველაზე ხშირად გამოხატულია ცხვირზე. ცხიმოვანი ფილამენტები ფერის მჭამელებს გავს, უბრალოდ ცხიმოვანი ფილამენტებია უფრო მოთეთრო, მოყავისფრო ფერის და შავი წერტილები, ანუ ფერის მჭამელები არის უფრო შავი ფერის. ანუ ცხიმოვანი ფილამენტი არის ანატომიური თავისებურება კანის და ყველა ადამიანს აქვს და ცხიმოვანი ფილამენტების 100%-ით გაქრობა და როგორც მექანიკურად გაღიზიანება. დიახ, 100%-ით გაქრობა და ამოღება არ შეიძლება. გინახავთ ალბათ ინტერნეტში, როდესაც აი მაგათად პლასტირებსაც იკრავენ ხოლმე და რო იღებენ ამ პლასტირს, ამოყვება ხოლმე მოყვითალო ფერის ესეთი ცხიმოვანი ფილამენტები. ეს არის ცხიმოვანი ფილამენტები. ცხიმოვანი ფილამენტების ესე ამოღება არ შეიძლება და მისი 100%-ით გაქრობა არ შეიძლება, იმიტომ რომ მას თავისი დანიშნულება აქვს, ამითი დაზიანდება კანი. რაც შეეხება ფერის მჭამელების, ანუ კომედონების ამოღებას, აი როგორც ღია ისე დახურული კომედონების შემთხვევაში ძალიან ხშირია სამწუხაროდ, რომ პაციენტებს ურჩევენ ხოლმე, რომ ის იქნას მექანიკურად ამოღებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კომედონები, ანუ ფერის მჭამელები ადამიანს აქვს, ეს უკვე ნიშნავს დიაგნოზს. ეს არის აკნე. ანუ მისთვის არის დამახასიათებელი აკნეს. არის კიდე გარკვეული ტიპის მდგომარეობები და ავადებები, რომლებსაც ახასიათებს ასევე ფერის მჭამელები, მაგრამ უპირატესად ეს არის დამახასიათებელი აკნესთვის. თუ ჩვენ გვაქვს აკნე, ანუ კომედონები ღია ან დახურულ თავიანი, წმენდა მკურნალობის გარეშე გაუმართლებელი არ შეიძლება. არიან პაციენტები უამრავი ჩემს პრაქტიკაშიც მოსულა და მე წელიწადში 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, 6-ჯერ დავდივარ კოსმეტოლოგთან და ვიკეთებ წმენდას. ამითი ის ირთულებს მდგომარეობას, იმიტომ რომ ჩვენ კომედონებს ახასიათებს თავისებურება, თუ მისი ამოღება მოხდა, მაგალითად ამოვიღეთ 20 კომედონი ფერის მჭამელა, ჩალაგდება 40. ამოვიღეთ 40. გარკვეული დროის შემდეგ ზოგადად პირველადი ეფექტი ვიცით, რომ ადამიანების უმრავლესობას მოსწონს, მაგრამ დროის გასვლის ორმაგდება, მოკლედ რო ვთქვათ, 40 ამოვიღებთ, გაჩნდება 80. მივდივართ იქამდე, რომ სახის წმენდას რეკომენდაციას არ აქვს. არა, გარკვეული გამონაკლისების დროს. თუ პაციენტი იმყოფება მკურნალობაზე. კომედონები გამოხატული არ არის, ესე იგი რეკომენდებული. არ არის რეკომენდებული. აკნეს სჭირდება მკურნალობა, ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი გარეგანი გამოყენების მედიკამენტებით ან სისტემური მედიკამენტებით.
თუ პაციენტი იმყოფება მკურნალობაზე და მკურნალობით გარკვეული ტიპის კომედონები დარჩა და ის არ ამოდის და არ ქრება, აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვთხოვთ კოსმეტოლოგს დახმარებას, ვუშვებთ კოსმეტოლოგთან პაციენტს და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს მკურნალობის გაჩერების გარეშე უნდა მოხდეს მათი მექანიკური ამოღება, ანუ ეგრეთ წოდებული წმენდა. წმენდა როგორც ვთქვით, შეიძლება კოვზების საშუალებით მოხდეს ან სპეციალური აპარატებით, მიკროდერმაბრაზიის აპარატები არსებობს, რომელიც ჩვენ ეკრანზე ვაჩვენებთ. ეხლა გადავიდეთ ქიმიურ ფილინგზე. ამ შემთხვევაში მეთოდს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა მკურნალობის პარალელურად თქვათ კოვზით ვიწმენთ თუ ნებისმიერი მეთოდით უნდა, ოღონდ პროფესიონალმა უნდა იცოდეს როგორ გასულ წლებში გვახსოვს ის ბრუტალური წმენდის საშუალებები, რომელიც შედეგებსაც არც ისე კარგს. სწორად და პროფესიონალურად უნდა მოხდეს ამოღება. ეხლა ვისაუბროთ ქიმიურ ფილინგზე. ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქიმიური ფილინგი ხშირად წმენდაში ეშლებათ. ეს ერთმანეთისგან განსხვავებული რამ. ქიმიური ფილინგის დროს რა ხდება? ქიმიური ფილინგის დროს იყენებენ ნივთიერებას, რომელსაც უსმევენ კანზე და ამ ნივთიერებას აქვს საშუალება იმოქმედოს ჩვენს ან ეპიდერმისზე, ანუ ზედაპირულ შრეში კანის, ეგრეთ წოდებული ამქერცლავი ფილინგი თვითონ ეს ამას ნიშნავს. ან დერმაზე, ანუ ქვედაშრეს. არსებობს ქიმიური ფილინგები, ჩვენი პაყურებელი ხედავს ეკრანზე, არსებობს ზედაპირული ფილინგი, საშუალო ფილინგი და ღრმა ფილინგი. ზედაპირული ფილინგის დროს ის მოქმედებს ეპიდერმისზე და ზედაპირული ფილინგის დროს ჩვენ ვიყენებთ ხედავს მაყურებელი ეკრანზე ალფა ჰიდროქსიმჟავებს, რომელშიც იგულისხმება ლაქტატის მჟავა, გლიკოლის მჟავა და ბეტა ჰიდროქსიმჟავებს, როგორიც არის სალიცილის მჟავა და არის კიდევ ესეთი ჯესნერის ხსნარი, რომელიც გამოიყენება ზედაპირული ფილინგის დროს, როგორც აღვნიშნეთ, ის მოქმედებს ეპიდერმისზე. თქვენ ალბათ შემეკითხებით, რომ სალიცილის მჟავა და გლიკოლი და ლაქტატი შედის ხოლმე პროდუქტებში და ზედაპირული ფილინგი, ასე ვთქვათ, ერთგვარად შეიძლება სახლის პირობებშიც გაიკეთოს ადამიანი, მაგრამ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ მას შეიძლება გართულებები მოყვეს. ყოველთვის მოყვება, როდესაც ეგეთ პროდუქტს ყიდულობთ, ყოველთვის მოყვება გამოყენების წესი. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ამას არ კითხულობთ, ან მეგობარმა მირჩიას ვაკეთებთ, ნახე? გეთანხმები, მაგრამ შეიძლება ანოტაცია წაიკითხოს ადამიანმა, ანოტაციურად სწორად გამოიყენოს, მაგრამ პრობლემა მაინც გაუჩნდეს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და მაინც ინდივიდუალურია, უნდა ვიცოდეთ როგორი ტიპის კანი გვაქვს და ხედავს მაყურებელი ეკრანზე ჩვენებებს. რა ჩვენებები აქვს ზედაპირულ ფილინგს? პიგმენტური პრობლემები, ჭორფლები, ლენტიგო, ეგრეთ წოდებული აი მზის დაზიანება, ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია, აი აკნეს შემდგომი, აი აკნეს ხო ახასიათებს ანთებითი პროცესი და მე შეიძლება დარჩეს ჰიპერპიგმენტაცია, ლაქები, ნაწიბურები არა, ლაქების სახით. ამ შემთხვევაში პერიორბიტალური კანის გამუქება, პერიორბიტალური უბრალოდ თვალის გარშემო კანი, როდესაც აი არის ხოლმე ესე ჩამოჭრილი. კი ბატონო. აკნეს შემდგომი დაზიანებები, ზედაპირული ნაწიბურები, ანუ ძალიან ღრმა ჩაღრმავებები, როდესაც არ არის, ანუ ეგრეთ წოდებული შრამები, რასაც საზოგადოებაში უწოდებენ, ზედაპირული არაღრმა ნაოჭები, გადიდებული ფორები, აი ფორები, როდესაც არ მოსწონთ ხოლმე. და ეგრეთ წოდებული ფსევდოფოლიკულიტი არის, როდესაც აი გაპარსვის მერე ეგრეთ წოდებული ჩაბრუნება ხდება. კი ბატონო. მის და კაცებში ხშირია, აი ამ ადგილებში ძალიან ახასიათებს ხოლმე. კი ბატონო. თუმცა შეიძლება სხვა ადგილებში შეგვხვდეს. ანუ ეს არის ზედაპირული ფილინგის ჩვენებები. ზედაპირულით, საშუალოდ და ღრმა ფილინგიც ყოველთვის კეთდება კოსმეტოლოგის კაბინეტში. სახლის პირობებში არ ვაკეთებთ. გლიკოლის მჟავა, სალიცილის მჟავა შეიძლება ნივთიერებებში, პროდუქტებში შედიოდეს, მაგრამ ზედაპირული ფილინგის დროს იყენებენ ცოტა მაღალი კონცენტრაცია. კი ბატონო. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს ოფისში, კოსმეტოლოგის კაბინეტში. ეხლა გადავიდეთ საშუალო ფილინგზე, ხო? საშუალო ფილინგი ჩვენებები რა არის ჩვენებები პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ რომ საშუალო ფილინგი უკვე მეგობრებო მოქმედებს არა ეპიდერმისზე არამედ დერმაზე უკვე ქვედაშრეზე მოქმედებს და ის უფრო ისეთი არის ამიტომ ერთი ნაბიჯით უფრო ძლიერია ხო ამ დროს ყველაზე ხშირად ვიყენებთ ხოლმე ტრიქლორ ძმარ მჟავას აი ეგრეთ წოდებული TCA ესე ქვია 20-დან 35%-მდე და აქაც აი ჯესნერის ხსნარი გამოიყენება, აქაც უფრო მაღალი კონცენტრაციით. ჩვენებები რა არის? ფოტოდაბერება, როდესაც ულტრაისფერის სხივებით აი ხშირად უყვართ ხოლმე გარუჯვა და თუ ეს გარუჯვა
აი ესე დროში არის გახანგრძლივებული, წლების განმავლობაში ირუჯება ადამიანი. მის სახეს კარგად ეტყობა, არა მარტო სახეს, მაგრამ სახე ყველაზე მკვეთრად ჩანს. დაბერებულია, დანაოჭებულია. სხვანაირი ნაოჭებია ეგრე. კი, სხვანაირი არის. ადრეული საშუალო ხარისხის ნაოჭები, ლენტიგო ასევე მზის ლაქები და საშუალო ხარისხის აკნეს შემდგომი ნაწიბურები. აი ძალიან ჩაღრმავებული თუ არ არის. ანუ ამ ჩვენებების და ჩამონათვალის დროს ეფექტურია. ამ ჩვენებების დროს არის ეფექტური. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ საშუალო ქიმიური ფილინგის დროს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ ეს საშუალო უკვე უფრო მაღალი რისკია იმისა, რომ თუ სწორად არ ჩავერიეთ, გარკვეული ტიპის გართულებები მოხდეს და ეგრეთ წოდებული recovery, ანუ აღდგენის დროში გაიწელოს და საშუალო ფილინგის დროს, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ დერმაზე უმოქმედებთ, მაღალია ასევე რისკი გარკვეული ტიპის გართულებების, როგორიც არის მაგალითად კანის ინფექცია. ამიტომ ეს უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად. და მესამე ეს არის უკვე ღრმა ფილინგი. ღრმა ფილინგი არის ძალიან ისეთი კონკრეტული ჩვენებები აქვს, როდესაც გამოიყენება ტრიქლორ ძმარმჟავა უკვე 50% ან მეტი და ფენოლზე დაფუძნებული ფორმულები, ეგრეთ წოდებული ბეიკერ-გორდონის ხსნარი არის ესეთი, ესეც რა თქმა უნდა კოსმეტოლოგის ოფისში ტარდება და ნახეთ ჩვენებები. რთული ფოტოდაბერება, აი ძალიან ისეთი გამოხატული ფოტოდაბერება რო არის. ღრმა ფილინგი მეგობრებო, არ ვიცი გინახავთ თუ არა, აი ინტერნეტში სურათები, აი ჩათვალეთ, რომ აი თლიანად ხდება აი კანის ასე ვთქვათ აძრობა. აი საშინელი შესახედაობა შეიძლება კონდეს. სახის ახევას უფრო დავარქმევდი. ხო, ფილინგის მერე კანს, აი ძალიან ისეთი შესახედაობა აქვს და რამდენად არის რეკომენდებული, რომ აი ესე აქტიურად, ძლიერად ჩავერიოთ და ვთქვათ იგივე საჭიროებიდან გამომდინარე. საჭიროებიდან აი ჩვენებები ზუსტად მაგისთვის არის ჩამოთვლილი, აი რთული ფოტოდაბერება, სოლარული ელასტოზი, ესეც სოლარული, აი ეს არის ასე ვთქვათ, როდესაც კანი კოლაგენსა და ელასტინს კარგავს ძლიერად და ის განპირობებულია ულტრაისფერის სხივებისგან. სოლარული მაგიტო ქვია. ანუ ადამიანი, ვინც ხშირად ირუჯება, ადამიანი, რომელიც სოლარიუმში დადის, მისი კანი კოლაგენისა და ელასტინისგან ხდება გამოფიტული, გაცილილი და ძალიან ტიპიური დამახასიათებელი ნიშანი აქვს. აი რაღაცა ჩამოწეული კანი არის, ხო რაღაცნაირი, აი ესეთი კანი. ღრმა პერიორალური ნაოჭები, აი როდესაც აი აქ არის ხოლმე გამოხატული ნაოჭი გამორჩეულად. და ღრმა და სტატიკური ნაოჭები და ღრმა ნაწიბურები, აი აკნეს შემდგომი ძალიან ჩაღრმავებული ნაწიბურები როცა გვაქვს, აი ეს არის ჩვენებები ღრმა ქიმიური ფილინგისა, თუმცა ღრმა ქიმიური ფილინგი ძალიან კარგად გათვითცნობიერებული უნდა კონდეს ადამიანს, რომ მისი აღდგენის ეგრეთ წოდებული კანის recovery რეაბილიტაციის დრო არის ცოტა დროში გაწელილი, გახანგრძლივებული და ძალიან სწორად უნდა განსაკუთრებული მოვლა სამი თვე არ დასჭირდება, დაახლოებით 1 თვის შუალედი დასჭირდება და ძალიან პროფესიონალმა გამოცდილმა კოსმეტოლოგმა უნდა გააკეთოს. აი ზაზა ხო ახსენე ახლა ცხვირტუჩის ნაოჭი მაგალითად იგივე ვთქვათ არასასურველი მდგომარეობა სახის კანის, როდესაც მოშვებულია და ადამიანების ნაწილი ამ დროს მიმართავენ ან ღრმა ზუსტად ქიმიურ პილინგს. მას შემდეგ რაც ვთქვათ რეაბილიტაციის 1 თვე სრულდება, ახერხებს თუ არა კანი მართლაც აღდგეს და უკეთესი შედეგი მივიღოთ. ბუნებრივია. თქვენ თუ თაკო შენ ჩემთან რომ მოხვდები, მე წიგნებში, ლიტერატურაში გაჩვენებ ფოტოებს, მაღალი ხარისხის ფოტოებს, ღრმა ქიმიურ ფილინგამდე როგორი მდგომარეობა იყო კანის და ღრმა ქიმიური ფილინგის შემდგომ როგორი მდგომარეობა, აი მაგალითად ავიღოთ პაციენტი 60 წლის, 60 წლის ბუნებრივია, იმიტომ ვამბობ, რომ დანაოჭებულია კანი და ეს ფოტოდაბერება არის გამოხატული. და ღრმა ქიმიური ფილინგის მერე აი ეს 60 წლის ქალი გამოიყურება მინიმუმ 5-10 წლით უფრო ახალგაზრდულად. აი ესეთ შედეგებს იძლევა, თუმცა უნდა კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, რომ უნდა მოხდეს სწორად გაკეთება. ღრმა ქიმიურ ფილინგს ხშირად ვადარებ ხოლმე კანის გადანერგვას. ეგრეთ წოდებულს, ხო, იმიტომ რომ აი მართლაც რომ აი
თლიანი დერმული აშრევება ხდება კანისა და ახალი კანის წამოყვანა, ასე ვთქვათ, ამიტომ ძალიან ტრავულია. არ შეიძლება პილინგის გაკეთება, ვისთვის არ შეიძლება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ადამიანები და 21 საუკუნეში მეტყვის ყველა ებრძვის ნაადრევ დაბერებას და ცდილობენ ამ პროცესის შეჩერებას და შესაბამისად ამ პილინგების და თქვენი მოსმენის შემდეგ გაჩნდება სურვილი, რომ მე თუ არ 60 წელს შემიძლია ღრმა პილინგი გავიკეთო, მინდა გავდე 50-ისას. კი ბატონო, კონკრეტული კანის დაავადებების და არა მარტო კანის დაავადებების მქონე პაციენტებში არ შეიძლება გაკეთდეს, კონკრეტული მედიკამენტებზე მყოფ პაციენტებში არ უნდა გაკეთდეს, გარუჯულ კანზე არ უნდა გაკეთდეს და ასევე არ არის რეკომენდებული ისეთ კანზე, რომელსაც ჩვენ ვეძახით sensitive skin, ანუ გრძნობიარე კანის შემთხვევაში მაინც ქიმიური ფილინგების გაკეთება რეკომენდებული არ არის, იმიტომ რომ კომედონები რომ ვახსენეთ და ცხიმოვანი ფილამენტები ამ შემთხვევაში ვთქვათ ღრმა პილინგი შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამ შემთხვევაში კეთდება ზედაპირული ფილინგი. კომედონების შემთხვევაში ქიმიური ფილინგი არაეფექტურია, ცხიმოვანი ფილამენტების შემცირების და ზომაში დაპატარავების კუთხით ზედაპირული ქიმიური ფილინგი გამოიყენება, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, კომედონების, ანუ ეგრეთ წოდებული ფერის მჭამელების კურნალობისათვის არც წმენდა და არც ქიმიური ფილინგები არ გამოიყენება. საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ რაციონალურები უნდა ვიყოთ. ყველაფერი ერთად არ უნდა დავგეგმოთ და რაციონალურად უნდა პროფესიონალურად მიუდგეთ და რაციონალურად მოუვაროთ და რაციონალურად დავგეგმოთ ეს პროცედურები. ყველაფერი ყველას არ ერგება. კი ბატონო, ამიტომ კვალიფიციური ექიმი, სწორად შერჩეული ექიმი უпростоრად დადგენილი ზუსტად კანის ტიპი, რა ტიპი გვაქვს და იმის მიხედვით უკვე შეიძლება რომ რეკომენდაციით და მეთვალყურეობის ქვეშ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გავიკეთოთ პილინგი. რა გინდა? რეაბილიტაციის დროს ვიცი რომ ორივეს მეც დამავიწყდა, მათ შორის SPF-ს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ფაქტობრივად გადამწყვეტით რომ აღარ გვაქვს საზა, არა მარტო პილინგის დროს.